დავრუნდით ფორუმის ღია ეთერში. ევროპასთან ურთიერთობაში ქართული ოცნების რიტორიკა დიდი ხანია გაცდა ცალკეული დიპლომატიური უხერხულობის ფარგლებს და აღვირახსნილი კონფრონტაციული ტონის სისტემურ პოლიტიკურ ხაზად იქცა. ზაარბრიუკენის გადაწყვეტილებამ თბილისთან 51 წლიანი პარტნიორობის გაწყვეტაზე კახა კალაძის მხრიდან გერმანიის ხელისუფლებაზე მორიგი თავდასხმა გამოიწვია. ამას მოყვა შავლა პაპუაშვილის წერილები და ევროკავშირისთვის ევროპელობის გაკვეთილების შეთავაზება. პარალელურად ამ ტალღას ირაკლი კობახიძის სპეციალური გუშინდელი განცხადებაც დაემატა, სადაც საქართველოს მთავრობის მეთაურმა უკვე დანიის დემოკრატია დაიწუნა და ევროპულ ინსტიტუტებს ღია წერილით მიმართა. ერთი შეხედვით ეს ყველაფერი შეიძლება უკიდურესად კომიკურადაც ჩანდეს. ხელისუფლება, რომელსაც ევროპა დემოკრატიულ უკუსვლაზე, რეპრესიულ კანონებზე და ადამიანის უფლებების დარღვევებს ფაქტებით მიუთითებს, თავად უწუნებს დემოკრატიას გერმანიას, დანიას და მთლიანად ევროკავშირს. მაგრამ პრობლემა მხოლოდ უხერხულობა აღარ არის. ასეთი განცხადებები ქვეყნის რეპუტაციას უკიდურესად აზიანებს. საქართველოს ევროპელ პარტნიორებთან საქართველოს ნდობას აანგრევს და რაც განსაკუთრებით მძიმეა, შინაარსობრივად სულ უფრო მეტად ემთხვევა მოსკოვის მთავარ ნარატივებს. თითქოს ევროპა აღარ არის დემოკრატიის სივრცე, თითქოს დასავლეთი თვითონ არის კრიზისში და თითქოს საქართველოს ხელისუფლებაა ნამდვილი ევროპული ღირებულებების დამცველი. ეს მხოლოდ არაკომპეტენტურობა, პოლიტიკური პროვინციალიზმი და დიპლომატიური ფსკერი თუ გაცილებით უფრო მძიმე სურათთან გვაქვს საქმე, თუმცა საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა პრაქტიკულად სინქრონში მოდის ანტიცივილიზაციური ცენტრის იმ გზავნილებთან, რომელსაც საქართველოს ისტორია ოკუპირებული აქვს და საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და მათ ანექსიისთვის ამზადებს. რა ეტაპზე ევროკავშირის წინააღმდეგ ესკალაციის ახალი ტალღა? რატომ იქცა გერმანია და ახლა უკვე დანია ქართული ოცნების სამიზნედ და როგორ უნდა წავიკითხოთ ეს პროცესი? ამაზე ვესაუბრებთ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ევროპული სწავლების მიმართულების ხელმძღვანელსა და ინგლისურენოვანი პოდკასტის წამყვანს, ასე ვთქვათ, გიორგი რუხაძეს. გიორგი, რაღაც ახალ ფაზაში შევედით. როგორია თქვენი შეფასება? რა არის ეს ფრაზა და რა სიახლეები მოსდევს მასთან? მოგესალმები გიორგი, მივესალმები ტელემაყურებელს. სამწუხაროდ მართლაც ახალ ფაზაში გადავდივართ ევროკავშირთან დაპირისპირების, რისი დამადასტურებელიც არის ბატონი კობახიძის ეს ღია წერილი, რომელიც თავისი შინაარსით არის აბსოლუტურად კონფრონტაციული. მე დარწმუნებული ვარ, რომ რეალურად მაღალ ეშელონებში ამ წერილს საერთოდ არავინ არ წაიკითხავს და რაღაც შუარგულში გაჩერდება და არც მაგისტვის არის სინამდვილეში განკუთვნილი. მე როგორც უყურებ შინაარსიდან და ყველა ასე ვთქვათ ელემენტიდან გამომდინარე, მგონია რომ ეს წერილი უფრო მეტად განკუთვნილია შიდა აუდიტორიისთვის, ქართული ოცნების კონტროლირებადი საზოგადოებისთვის, ან მათ კმაყოფაზე მყოფი საზოგადოებისთვის, იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, მათი ტვინის გამორეცხვა, რომ ევროკავშირში ყველაფერი ცუდად არის და კითხვა, რომ აი გვიღირს განა ევროკავშირის წევრობა, ასეთი ევროკავშირის წევრობა, ну აი უფრო ამ ასე ვთქვათ ნარატივის გავრცელებას ემსახურება. კი, რუსები ამას აკეთებენ დეკადების განმავლობაში. ვიდრე ის რომ ეს ხაზი გასაგები. ხო. თუმცა საინტერესო შემჩნევები ხა მე რაც და მე დავაკვირდი ინგლისურ ვერსიას, ხო, რომელიც წესით და რიგით ხო ეს ინგლისურად უნდა დაწორილი, ღია წერილია ამ ადამიანებთან მიმართებაში. ხო, და ურსულა ფონ დერ ლაიენს ქართულ ენაზე ვერ მიმართა. ნამდვილად. სინამდვილეში მე როგორც ინგლისური სპეციალისტი შემიძლია გარდაჭრით თქვა, რომ ეს იყო ქართული ვერსია არის პირველად დაწერილი, იმისთვის რომ კობახიძეს წაეკითხა და შემდეგ ეს ყველაფერი ხელოვნური ინტელექტის მათ შორის საშუალებით არის სწრაფად გადათარგმნილი და დაკიდებული პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის გვერდზე. და თუ შეხვალთ, აქ საინტერესო რა არის, რომ ინგლისურ ვერსიაში არ არის მითითებული ასე ვთქვათ, აი ამ ადამიანების ადრესატების სტატუსები. ანუ ვინ არიან ეს ხალხი? ან საუბარია ბატონ ანტონიუზე, ქალბატონ ურსულაზე, ქალბატონ რობერტაზე და სხვა წერილშიც ასეთი მიმართვებია. ოღონდ თავისი ტიტული არ დავიწყებია ბატონ კობახიძეს, ანუ წერია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონ კობახიძის წერილი, ოღონდ ვის წერილი, იქ არაფერი არ არის მითითებული. არ ვიცი, გამორჩათ თუ არ ვიცი სპეციალურად არის ეს გაკეთებული
განკუთვნილი იმისთვის, რომ იგივე თავიანთ, ასე ვთქვათ, ხარდამჭერი ცოტა ცუდი სიტყვა, მე მგონი ასეთი ადამიანი აღარ არსებობს. ალბათ მათი კონტროლირებადი საზოგადოება აჩვენოს, რომ ანუ აი როგორ ელაპარაკება ევროპელი ლიდერები. თუმცა მე საზოგადოება ინგლისურად მაგტესტებს მაგრამ ქართულშიც ალბათ უფრო ამათი არაღიარებულობის ნაწილში შესაძლოა დამცირების ცდელობა არის, ხო? შესაძლოა. ნუ ახლა თვითონ შინაარსზე და ტონზე თუ გადავალთ, მე მგონი ცხადია, რომ ეს არის ჩვეულებრივი თავხედური წერილი. ახლა რაღაც ამონარიდები შემიძლია წავიკითხო რამოდენიმე ისეთია, რომ საერთოდ რაღაცა, ასე ვთქვათ, ეხლა დიპლომატიის აკადემიის ხო ხსნიან ეგენ? იმის ქრესტომატიაში შევა, კი, ნამდვილად შევა. მარგალიტებად. ნუ რამოდენიმე ელემენტია, რომელიც ასევე მიანიშნებს, რომ სინამდვილეში ქართულ ოცნებას რა უნდა ევროკავშირისგან და პირდაპირ არის რამდენიმე ნიშნება, რომ მაგალითად ერთ-ერთ აბზაცში, მესამე აბზაცში ბატონი კობახიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ფორმალური ინტეგრაციის სურვილით არ არის განპირობებული. ხო, ნამდვილად ესეა, ქართულ ოცნებას არ უნდა ევროკავშირში ინტეგრაცია, იმიტომ რომ სხვანაირი ინტეგრაცია ევროკავშირში არ არსებობს. ანუ ფორმალური ინტეგრაცია, კანდიდატის სტატუსი, რომელიც აქვს საქართველოს, ეს არის ფორმალური სტატუსი და მანამდე რაც აქვს მიღებული, ისიც ფორმალური სტატუსია და არაფორმალური გაწევრიანება, ასეთ მე არ ვიცი, არ გამიგია ჯერ არაფერი ეგეთი. ასევე ბევრი ისეთი რამეა, რომელიც ან მიანიშნებს იმაზე, რომ ან ბატონ კობახიძეს არ ესმის ევროკავშირის არს ან ესმის და ნუ პირდაპირ ატყუებს საზოგადოებას აქ წერს ესეთ რაღაცას, რომ ევროკავშირის საერთო ევროპული ცივილიზაციური სივრცეა გაერთიანება, რომელიც არ ეკუთვნის ერთ ლიდერს ან ბიუროკრატს ან იმას, ეკუთვნის ევროპელ ხალხს და ქართულ ხალხს. ანუ ევროკავშირი. ბატონ კობახიძეს შემიძლია უთხრა, რომ ევროკავშირი არის მკვეთრად რეგულირებადი და არათავისუფალი, არაღია სივრცე. ის არის ღია სივრცე მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის და მათი მოქალაქეებისთვის. ის ნაწილობრივ ღია სივრცეა სხვა ქვეყნებისთვის და ეს ნაწილობრივ გაღება ხდება იმის მიხედვით, ეს ქვეყანა როგორ ასრულებს კრიტერიუმებს და რამდენად იმსახურებს. აი საქართველოს შემთხვევაში ეს სივრცე ნაწილობრივ გაიღო უვიზო მიმოსვლის ან თავისუფალი ვაჭრობის კონტექსტში. და სინამდვილეში საქართველოსი არ არის ევროკავშირი. საქართველოსი გახდება ევროკავშირი და საქართველოს მოქალაქეების, როცა საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. ხო, ასე რომ ეს არის უბრალოდ ტყუილი, უამრავი ტყუილი აქვს. კიდევ ერთი ამონარიდი მინდა რომ წავიკითხო ნამდვილად, იმიტომ რომ ეს უკვე აი ცდება ყოველგვარ დიპლომატიურ საზღვრებს. ასე ვთქვათ, კითხვა რაში მდგომარეობს ახლა, ასე კობახიძე უბნება ევროკავშირის ლიდერებს, როგორც ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები, როგორ ფიქრობთ? სად მიყავს ევროპა იმ პროცესებს, რომლებიც დემოკრატიულ უკუსლას, ეკონომიკურ სტაგნაციას, მიგრაციულ კრიზისს, ისტორიული მეხსიერების დაკნინებას, ეროვნული და სქესობრივი იდენტობის შესუსტებას და საზოგადოებრივი თვითმყოფადობის რღვევას უკავშირდება. ანუ ეს ყველაფერი ერთად თურმე თავს დაატყდა დანიას, მანამდე შვედეთს, მანამდე გერმანიას. სხვაშორის დანია ანტიიმიგრაციული პოლიტიკის ყველაზე კონსერვატორული აზრის გამტარებელი არის. და ოღონდ აქ კი არ გაჩერდა ბატონი კობახიძე. შემდეგ არის რიტორიული კითხვა, როგორ აღმოჩნდა ევროპა, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის თავისუფლების, განვითარების, დემოკრატიის მაღალიტად მიიჩნეოდა, ასეთ ღრმა ღირებულებით კრიზისში და გვიპასუხეთ, ახლა საითკენ მიყავს ამ გზას ევროკავშირი. ეს მიშა მშვილდაძეს მინდა მიმართო, რომ ეს წერილი აუცილებლად გამოიყენოს თავის შაბათის შოუში, იმიტომ რომ არის ფანტასტიკური მასალა იუმორისტული. ანუ ეს რომ მართლა სასაცილო იყოს მხოლოდ, აი ხა რატომ არ არის სასაცილო? აი რატომ არ არის სასაცილო? დავიწყოთ იქითკენ, რომ ის შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც გაიხსნა უკრაინელი ხალხის გმირობის და პუტინის სისულელის გამო, ყოველთვის ღია ვერ იქნება და ეს ფანჯარა იხურება. და ჩვენ ამას თუ ძალიან სერიოზულად არ შევხედეთ,
აი ესე ჩავგივლის ეს მატარებელი აი ამ სიცილ კისკისში და კობახიძის დაცინვაში სინამდვილეში და ეს ყველაფერი მართლაც არ არის ასეცილი. და კიდევ ერთი კითხვა რომელიც ანუ რისთვისაც არის ეს წერილი სერიოზულად განკუთვნილი რომ რაღაც საკუთარ კონტროლირებად საზოგადოებას რაღაცა დააჯეროს მე მინდა ამ ხალხს ვკითხო ასეთი რამე რომ ესე იგი თვითონ კობახიძემ რაც თქვა რომ ესე იგი უყურა კადრებს დანიაში როგორ არბევდნენ მშვიდობიან დემონსტრაციას აღშფოთდა და შემდეგ წავიდა გაიარა კონსულტაცია თავის მინისტრებთან როგორც თვითონ ამბობს მე პარტიაში გაიარა კონსულტაცია და მე ადგა და დაწერა ეს წერილი ან დააწერინა როგორც არის და რადგანაც ევროპამ გაწყვიტა რომ ამავე წერილში წერია გაწყვიტა ურთიერთობა საქართველოსთან სხვა გზა არ ქონდა და ღია წერილის ფორმა მისცა და ეხლა მე რა მაინტერესებს რომ ანუ მარტო კობახიძეს და მარტო საქართველოს ქართული ოცნების ხელისუფლებას რატომ მოუვიდა ეს აზრი ევროკავშირში არის 27 სახელმწიფო გარდა მაგისა არის 9 კანდიდატი ქვეყანა საქართველოს გარდა 8 კანდიდატი ქვეყანა შევამოწმე ძალიან ასე ვთქვათ სკრუპულოზულად რა და 67 ქვეყნიდან არავის მსგავსი იდეა არ მოსულია და არც კანდიდატი ქვეყნებიდან საქართველოს გარდა მსგავსი იდეა არავის მოსულია. ძალიან არასწორი მიმართულება. ხო და აი რატომ კობახიძეს მარტივად უნდა თქვა თქვენთვის ან ტასის გვერდი გაგეშალათ ან კანდიდატებზე მაქვს ლაპარაკი. გავიგე და არასწორი მიმართულებით ეძებდით თქო. შეგიძლიათ იქ უბრალოდ აკრიფოთ ეს რუსულენოვანები და პირდაპირ ნახავთ ესე იგი ზახაროვათი დაწყებული დანარჩენი ნუ მედვედევი ხსნის ხოლმე და მე მოყვება ეს დანარჩენები ზუსტად ანალოგიური ბრალდებები ზუსტად იგივე მიმართულებით ინტენსივობითაც და ასე შემდეგ ხო მე მაინც მინდა კითხოთ შეტევების ეს ინტენსიურობა რაღაცთ არის განპირობებული ამიტომ ბოლო ნაწილში მაინტერესებს თქვენი აზრი რა არის ეს იმიტომ რომ თითქოს იყო გარკვეული მცდელობა ხო რაღაც ვერსიები ვარაუდები გამოითქმებოდა მათ შორის აი სელენსკის ინიციატივის საპასუხოდ ამად რა შეიძლებოდათ მოეთხოვათ რომ მისი ავტორიტეტი გამოყენებული ყოფილიყო რაღაცის სანაცვლოდ დაუშვათ ევროპელ ლიდერებთან ამათი კომუნიკაციის როგორც მინიმუმ არხის აღსადგენა და ასე შემდეგ ჩვენ ახლა ვუყურებთ სურათს სასოწარკვეთილი ოცნების ლიდერების, რომლებსაც უკვე აღარ ჯერათ თეორიული შანსისაც კი, რომ რაღაც სასაუბრო ფორმატი შეიძლება ან აღდგეს, ან გაიხსნას ევროპასთან მიმართებაში. ეს ასია თუ რამე სხვა შეიძლება იყოს, რის გამოც აი ესეთ ვერ ვიტყვით რომ აქამდე თავშეკავებულები იყვნენ, მაგრამ ის რომ ხა პრემიერ-მინისტრი დადგება ბრიფინგზე და ასეთ რაღაცებზე იწყებს ლაპარაკს. ну აი პაპუაშვილი კაი გავიგეთ რომ მედვედევის როლი ქონდა გარკვეულწილად და მთავარი როლის როლს ასრულებდა მეტნეკლები წარმატებით მაგრამ აი ღარიბაშვილის დროსაც კი და თვით კობახიძის დროსაც კი პრემიერის თანამდებობა მაინც ნარჩუნდებოდა რაღაცა იმისთვის რომ მას მერე შესაძლებლობა ჰქონოდა რაღაც საერთაშორისო ფორმატებში მონაწილეობის ამ ხალხისთვის ხელი ჩამორთმევაში და ასე შემდეგ ну თუ ასე იმედ გადაწურულად აქვს ხო მე მგონი აქ არის ორი მთავარი კომპონენტი რის გამოც ეს კომუნიკაცია შედგა ჩემი აზრით. პირველი არის თუ დავაკვირდებით ქართული ოცნების მხრიდან მთავარი გზავნილები, რომელიც მიდიოდა ევროკავშირისკენ იყო ასეთი, რომ ანუ წარმოიდგინეთ საქართველოს არის ახალი აზერბაიჯანი, ოღონდ ნავთობისა და გაზის გარეშე. მიგვიღეთ როგორც ახალი აზერბაიჯანი და გავაგრძელოთ ურთიერთობა, პრაგმატული, ტრანზაქციული ურთიერთობა, რაღაც დიდი პროექტები, რომლებიც გაინტერესებთ იმაში ჩავერთვებით, მაგრამ საქართველოში რა მოხდება რაფორმით, როგორ დაივიწყეთ დემოკრატია, დაივიწყეთ არჩევნები, ამ ტიპის ურთიერთობა თუ გაინტერესებთ, აგერავართ, ბატონო, ღია ვართ. სხვა მხრივ ჩვენ აღარც წევრობა გვაინტერესებს, აღარც და მეტი დაახლოება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს იყო ძირითადი გზავნილები, რაც მიდიოდა ქართული ოცნების. ანუ დაკავშირებადობა ტერმინი ჩვენს გაშრში არ არსებობს. აი ეს ამბავი იყო კი. როგორც ჩანს, ჯერჯერობით ეხა სხვა მე ასე არ მაქვს რაზეც დავეყრდნი კონკრეტული განცხადება ან რაღაცა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ტიპის ურთიერთობა ესე რომ საქართველოს ჩამოეხსნას ევროკავშირი თქვას, რომ აღარ ხართ არც კანდიდატი, აღარც არავინ აღარ გვაინტერესებს ქართული დემოკრატია, საქართველოში ადამიანის უფლებები
ეს ასე ვთქვათ, ასეთი შეთანხმება ვერ შედგა. იქიდან როგორც ჩანს არის გზავნილი, რომ ეს ამბავი ასე არ გამოვა და შესაბამისად ეხა გადადიან ქართული ოცნების მხრიდან შეტევაზე, იმიტომ რომ ეს ასე ვთქვათ, ცუდი ამბავი, როცა გახდება ასე ვთქვათ, ცნობილი უფრო ფართო საზოგადოებისთვის, ამათმა შექმნა რაღაცა ტიპის ქარიშხალი, რომ აი რაღაც ეს ერთი. მეორე, კონკრეტულად აქ საინტერესოა, რომ აი რატო მაგალითად დანია, რატო გერმანია, ხო რატო შვედეთს მიახტნენ თავის დროზე და რატო არა მაგალითად საბერძნეთი ან თუ გინდა საფრანგეთი, ხო? აქ მაინც მგონია, რომ ჩრდილო ევროპა ბევრად უფრო პრინციპულია აი ამ მიმართულებით, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, თავისუფლებების მიმართულებით, მათი განცხადებებიც და ასე შემდეგ არის უფრო კაცრი და შესაბამისად ძალიან ჩვეულებრივი, მოდი ასე ვთქვათ, ქურდული თუ მაფიოზური გაგების ამბავში ცდილობენ უპასუხონ, ასე ვთქვათ, აგრესიულად იმ ქვეყნებს, საიდანაც მოდის ძირითადი აქტიურობა. ალბათ ამასთან არის ეს კავშირში და ნუ კიდევ რა შეიძლება ითქვას, ხა რეალურად, რომ შესაძლოა, ესეც ჩემი ვარაუდია, რომ რადგან ორბანი აღარ არის უკვე პრემიერ-მინისტრი და ევროპულ საბჭოში შესაძლოა უფრო ადვილად შეიკრას ერთიანობა სანქციებთან მიმართებაში, იგივე ტელევიზიები იქნება ეს პროპაგანდისტული თუ ივანიშვილი და მისი გარემოცვა, შესაძლოა ეს სანქციებიც მოდიოდეს და ეს იყოს რაღაცა წინა გაბრძოლება თუ რაღაც შეიძლება დავარქვათ. გაფართალება გვქონდა. მადლობა გიორგი, დაგემშვიდობები. გიორგი რუხაძე თავის მოსაზრებებს გვიზიარებდა, სანამ შემდეგ სტუმარს შემოვიყვანთ უკვე ბრიუსელიდან. აქვე მოდი ვთქვათ, რომ ევროპა და ევროკავშირი ხაზგასმით მიჯნავს ერთმანეთისგან და საქართველოს ბედს უკავშირებს სწორედ საქართველოს ხალხს და მის ურყევ ნებას დასავლურ ცივილიზაციაში პოლიტიკურად დაბრუნებისა და სწორედ ამ კონტექსტში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის უპირველესად 26 მაისს თარიღს საქართველოს დამოუკიდებლობისა, როცა რაც შეიძლება მეტი საქართველოს მოქალაქე კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის სურვილს, ნებას, თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელების. ამიტომ 26 მაისი არის მნიშვნელოვანი თარიღი ამ ნაწილშიც, რომ ევროპასთან მიმართებაში ეს მნიშვნელოვანი სიგნალი, რომელსაც ჩვენ უწყვეტად ვაგზავნით ჩვენს მეგობარ დედაქალაქებში, მათაც ნათლად ვიზუალურად დაინახონ, რომ ეს ყველაფერი არის დროებითი, ჩვენთვის ძალიან მტკივნეული, სრულიად წარმოუდგენელი თავისი შინაარსთა და ფორმით, რომელიც ყოველგვარ დიპლომატიურ, პოლიტიკურ ჩარჩოს გასცდა, მაგრამ ეს არ არის საქართველო. საქართველო არის ის, რომელიც 26 მაისს აღნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ბრიუსელში ისტორიული შენობა აიგიდიუმი დაახლოებით ლათინურად ასეც იწერება თუ სწორად წარმოითქმის არ ვიცი, ყოფილი Diamond Palace, ალმასის სასახლე. ხაზარაძეების ფონდმა შეიძინა იმისთვის, რომ იქ შეიქმნას პირველი მუდმივი ქართული მულტიფუნქციური კულტურული სივრცე. ერთგვარი საქართველოს სახლი ევროპაში. ეს არის შენობა, რომელსაც თავისი ისტორია აქვს ბრიუსელისთვისაც და საქართველოსთვისაც თქვენ წარმოიდგინეთ. სწორედ ამ სივრცეს უკავშირდება ბარბარე ყიფიანის სახელი, დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილი, მეცნიერი და ქართული კულტურის ერთ-ერთი პირველი გამავრცელებელი ევროპაში, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ბრიუსელში ქართულ საღამოებს ამ შენობაში მართავდა. დღეს, როცა საქართველოს ევროპული გზა სერიოზული პოლიტიკური გამოცდის წინაშეა, ასეთი სივრცის გაჩენა მხოლოდ კულტურული პროექტი არ არის. ეს არის მცდელობა, რომ საქართველოს ხმა, ისტორია, კულტურა, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კავშირები ევროპის ცენტრში მუდმივად იყოს წარმოდგენილი. რატომ არის ეს შენობა მნიშვნელოვანი ბრიუსელისთვის? რა ფუნქცია ექნება მას საქართველოსთვის, დიასპორისთვის და ევროპასთან კავშირების გასაძლიერებლად? და როგორ ხედავს მისი ქართველი მფლობელი ამ სივრცეს, როგორც ქართულ სახლს ევროპის გულში, ამაზე ბრიუსელიდან ლელოს აღმასრულებელი მდივანი თაზო დათუნაშვილი გვესაუბრება და იესამები მას და პირველ რიგში მას მინდა ვთხოვ საერთოდ ამ იდეის შესახებ, მისი განხორციელების რა ფაზაშია ის და რა მნიშვნელობა ექნება მას საქართველოსთვის უპირველეს ყოვლისა. თაზო გისმენთ. მოგესალმებით გიორგი, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს.
მოგესალმებით ევროპის დედაქალაქიდან. იქ სადაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი დაიწყო ეს თავგადასავალი, რასაც ქვია ეგიდიუმის ქართული სახლი, რომელიც არის იცით გიორგი, აქ ძალიან ისეთი აპრობირებული მეთოდია ეს ზოგადად, ქვეყნების პრესტიჟის საკითხია, ასე ვთქვათ, ერთის მხრივ პოლიტიკურის და მეორეს მხრივ ჯამში როგორც ცივილიზაციური ერთეულის, რომ იყვნენ წარმოდგენილი ევროპის დედაქალაქში, წარმოადგენდნენ ჩვენს ისტორიას, წარმოადგენდნენ ჩვენს კულტურას, ასეთ სახლები აქვს ძალიან ბევრ ქვეყანას, ბევრ თავმოყარე ქვეყანას და საქართველოს ასეთი კულტურისა და ისტორიის სახლი აქ არ ქონია და ეგიდიუმი არის ეს პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ამას, რომ აზერბაიჯანის ფონდის მეშვეობით დაფუძნდეს ეს ქართული სახლი ბრიუსელში. ეს არის იდეა, რომელსაც მამუკა ხაზარაძემ ჩაუყარა საფუძველი ჯერ კიდევ კარგ დროს, რამოდენიმე წლის წინ, როდესაც ეს ქვეყანა კანდიდატი გახდა, ჩვენი ქვეყანა კანდიდატი გახდა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისა, როდესაც საქართველოში ერთგვარი მაღალი მოლოდინები იყო და რეალურად დაიწყო იმ სურათის გამოჩენა, რასაც ქვია რეალური ქართული პერსპექტივა ევროკავშირში. დღეს სამწუხაროდ ეს ყველაფერი არის იმ კატასტროფულ ნიშნულზე მისული, რა ვიცი, შექსპირის ცნობილი ფრაზისა რაღაცა დალპადანი სამეფოში, განსაკუთრებით აქტუალური უკანასკნელ დღეებში. ამის გარდა არაფერი არ მიესადაგება დღევანდელ ქართულ სახელმწიფოს და იმას, რაც დამართა მასივანიშვილმა, მაგრამ ეგიდიუმი და ეს ქართული სახლის იდეა არის ერთგვარი კიდევ დამატებითი, როგორ თქვა, იმედის მუხტი, იმედის, რომ ისე ზუსტად როგორც თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, ხო? ვარია ყიფიანი, დიმიტრი ყიფიანი შვილიშვილი, ძალიან მნიშვნელოვანი ქართული საზოგადო მოღვაწე, რომელიც აი აქედან ფარს უჭერდა ქართული დამოუკიდებლობის საქმეს და ქართული დამოუკიდებლობის იდეას ქართული საღამოებით. აი ესეთი ფუნქციაც ევროპის დედაქალაქში ორჯერ უფრო მნიშვნელოვანია, აი ესეთ დროს, როდესაც პერსპექტივა მკვდარია, როდესაც იმედი სამწუხაროდ ძალიან მინიმალურია, რომ რამე კარგად წავა, როდესაც ხედავ, რომ ის ხალხი, რომელიც დე-ფაქტო იკავებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, თბილისის დედაქალაქის მერის თანამდებობებს, ეს ადამიანები ღია წერილებით და სამძიმრის წერილებით მიმართავენ ევროპას, რომ თურმე ქვეყანაში სადაც რაოდენიმე საუკუნეა კანონმდებლობა არსებობს, განიაზგულისხმობ ტობახიძის სადარდებელია დემოკრატია და სტანდარტები იმის რა ქვია საზოგადოებრივი ცხოვრების, თურმე ზალცბურგერი არის მისასამძიმრებელი, რომ კალაძესთან ურთიერთობა გაწყვიტა, იმიტომ გაწყვიტა ურთიერთობა, რომ ეს არის გენერალური მდივანი პარტიისა, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს აწამებს ოფიციალურად პირდაპირი მნიშვნელობით, აწამებს 300-ზე მეტი ადამიანი იყო ნაწამები საპროტესტო აქციებზე, ამას არ გმობს, ამას არ იძიებს და ეს ხალხი აი ამ რაღაცა აგრესიულ ისტერიაში არის რამოდენიმე დღეა, რომ თურმე რაღაცა მოხდა დანიის სამეფოში. ამიტომ აი ამ კონტექსტში ეს პროექტი კიდევ უფრო საინტერესოა. რო დავაზუსტოთ, ანუ ეს არ არის კომერციული პროექტი, როგორც ხვდები, ანუ იქ რაღაცა სიტყვაზე მამუკა ხაზარაძის ფონდი მის კომერციულ დატვირთვას კი არ აპირებს, ან სასტუმროდ ან რაღაც გასაქირავებელ ობიექტად ამ ხელოვნებას, არამედ მას ექნება მულტიფუნქციური დატვირთვა, პირველ რიგში ალბათ ქართული კულტურის, მაგრამ არა მარტო, ასე ვთქვათ, გარკვეული საელჩოსავით შეიძლება იყოს. თან საუბარია ბრიუსელის გულზე, ძალიან ისეთი ადგილი არის. სანჟელის უბანზე ბრიუსელის აბსოლუტურ გულზე. და ამას ყველაფერს ცხადია ჭირდება სერიოზული გეგმა, ხედვა, მენეჯმენტი და ასე შემდეგ. უშუალოდ მამუკა ხაზარაძე რამდენად არის ჩართული ამ მზადებაში, გადაწყვეტილებების მიღებაში და რა კავშირშია ეს მათ შორის დავუშვათ ქართულ პოლიტიკასთან, თუ შეგვიძლია ასე ვთქვათ. აბსოლუტურად პირდაპირ კავშირი არის. რა თქმა უნდა, ეს არის კომერციული პროექტი, გიორგი, არავითარი კავშირი კომერციული პროექტი არ აქვს, საკუთარ თავს არ მიცემს უფლებას, რომ მე მელაპარაკა პოლიტიკოს ამდენი ამ თემაზე. ჩემი ინტერესი და ჩემი მთავარი სათქმელი ამ პროექტში სწორედ ის არის, რომ ხო, არაფერი კომერციული, ეს არის თავიდან ბოლომდე ქართული სახელმწიფოსთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და თვის გაწეული პროექტი. ამ პროექტის მიზანი არის დაფუძნდეს ერთგვარი ქართული სახლი, ისეთივე კულტურის ცენტრი და ისეთი ტექნიკის წარმომადგენელი ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენს ქართულ კულტურას, რომელიც წარმოადგენს აი ამ ქართულ უდიდეს ტრადიციას. ეს იქნება სახელმწიფოებრიობის ტრადიცია, ეს იქნება, არ ვიცი, კულტურული ისტორია ჩვენი ქვეყნის, ლიტერატურული და ამ შემდეგ, მაგრამ ამის პარალელურად ეს იქნება თავისუფალი საქართველოს სახლი, თავისუფალი საქართველოს ცენტრი ევროპის დედაქალაქში. იქ სადაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა
მდგომარეობა მიილტვის სადაც სამტკიცებს აბსოლუტურად ყველა გამოკითხვა ხო 80%-ზე მეტი ჩვენთან მოქალაქე ამბობს საქართველოს უნდა იყოს აი ამ დიდი ოჯახის ნაწილი რომელსაც აერთიანებს ერთის მხრივ ქრისტიანული ტრადიცია და მეორეს მხრივ თავისუფლების დემოკრატიის რესპუბლიკაში ცხოვრების ფასეულობები აი ამ იდეისთვის ამ იდეით შეგონებული სახლი იქნება ეს იქნება პირდაპირ ვაბობ აი ადგილი სადაც თავისუფალი საქართველოს ყოველთვის იარსებებს ევროპული საქართველოს ის საქართველოს რომლისთვისაც იბრძოდა დიმიტრი ყიფიანი ბარბარა ყიფიანი რომელსაც ქმნიდა ილია ჭავჭავაძე როგორი რესპუბლიკა შექმნა ნოე ჟორდანიამ და პირველი რესპუბლიკის სხვა მესვეურებმა ასეთი საქართველოს რომელიც განთავისუფლოს ზვიად გამსახურდიამ და კოსტავამ საქართველოს რომელსაც ეამაყება თავისი წარსული ამ წარსულთან კომფორტულად არის აი ამ საქართველოს წარმომადგენლობა იქნება აი ეს იგიდიუმში ქართული სახლი და არა იმ საქართველოსში როგორც საქართველოსაც გადაგებს ყობახიძე საქართველოს სადაც ერეკლე მეორე შეიძლება დააკანინო იქამდე რომ მიიყვანო რაღაცა რუსეთთან დამლაგებლის პოზიციამდე საქართველოს სადაც ოჯახის ფასეულობას იცავდა ისე რომ არ გედარდებოდეს ბავშვები რომელსაც ჭირდებათ წამალი საქართველოს რომლის დამოუკიდებლობას და პატრიოტიზმის იმაზე კი არ დგას რამდენი წელი გაიტანა თვითმყოფადობა ამ ქვეყანამ არამედ თურმე იმაზე დგას რუსეთთან რამდენად კარგ ურთიერთობაში არის საქართველოს რომელსაც აშენებს ივანიშვილი არაფერ კავშირში არ არის იმ საქართველოსთან რომელიც უნდა ჩვენ თავმოქალაქეებს და აი ამას წარმოადგენს სწორედ ბრიუსელში სამწუხაროდ რასაც საელჩო უნდა წარმოადგენდეს გიორგი აქვე ვიტყვი მაგრამ სამარცხვინოთ უკვე წლებია საქართველოს საერთო ევროკავშირში იქცევა როგორც ნამესნიკის აღზევართ როდესაც სამოქალაქო ბიზნეს ინიციატივები უნდა და ანაცვლებენ კიდეც იმ საქმეს რომელსაც ქართული სახელმწიფო ინსტიტუციონალურ დონეზე უნდა ეკეთებდეს და ეს მთელობა ამ ნაწილში ინვესტირება მხოლოდ მისასალმებელია წარმატებას უსურვებთ ამ პროექტის ავტორს და ველით რომ ამ სასახლეში საქართველოსთვის ქართული საზოგადოებისთვის ბევრი სასიკეთო ღონისძიება ჩატარდება და შედეგებზე მოახდენს გავლენას ქართული საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის მე დაწუნებული ვარ გიორგი ძალიან დაწუნებული ვარ რომ ძალიან მალე იქნება ის დღე როდესაც როგორც თბილისის ყველა ქუჩაში საქართველოს ყველა ქუჩაში საქართველოს ყველა სოფელში ისე აქაც სენჟილის უბანში ბრიუსელში ეგიდიუმში ქართულ სახლში და ყველა ქართულ სახლში საქართველოში ძალიან მალე აღნიშნავთ ერთად საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში და აი ეს პერიოდი რაც ეხლა ვცხოვრობთ დარჩება ერთგვარ რაღაცა ცუდ ლაქად შავ ლაქად საქართველოს ისტორიაში აი ხა ვიმყოფებთ შეხვედრიდან გამოვედი შენთან სანჟილის მერთან რომელიც არის კონკრეტულად აი ამ ქალაქის ამ ნაწილის მერი სადაც ეს ქართული სახლი იქნება განლაგებული და მასთან ვსაუბრობდით ეხა აი იმდენ რაღაცაზე იმდენი რაღაცა შეუძლია ამ ქალაქში შეხვედრას თუ კი მამუკაც ესწრება ბადრის ესწრება ამ შეხვედრას მამუკა ძალიან აქტიურად არის ჩართული აი ამ პოლიტიკურ ნაწილში და აი ამ იმ ნაწილში რასაც ნიშნავს აი ამ საქართველოს წარმომადგენლობა ამ ქართული სახლის რუსეთში აქტიურად არის ამბავს ჩართული და აი აქ დავინახეთ აი ეს გვინდა ჩვენ დეცენტრალიზებული ქალაქი რომელშიც ქალაქის თავს და მერს აქვს ფუნქცია და შეიძლება თავის თანამოქალაქეებს დაეხმაროს ქვეყანა რომელიც თავის მოქალაქეებისთვის არის და არა მართველებისთვის და კიდე რაღაცა ფარული მართველებისთვის. ამიტომ ძალიან საინტერესო მაგალითი მადლობა ბრიუსელიდან გვერდებოდა. მადლობა თქვენ. ნაშვილი ჩვენ ვსაუბრობდით ძალიან საინტერესო ინიციატივაზე კი არა უკვე შემდგარ ფაქტზე როცა ბრიუსელის ცენტრში ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ღირსშესანიშნავი შენობა ხაზარაძეების ცენტრმა უბრალოდ ფონდმა შეიძინა და მას ექნება მულტიფუნქციური დატვირთვა რომელიც საქართველოს წარმოაჩენს ბელგიაში და ალბათ თავად ევროპელებისთვისაც გახდება გარკვეული მიზიდულობის ცენტრი საქართველოს უკეთესად გასაცნობად და მხარდასაჭერად. მადლობა უნდა გითხრათ ამით მეც დაგემშვიდობები ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს უკვე პარასკევს ნახვამდის.